თელავის მოსახლეობამ ზამთრისათვის მზადება უკვე დაიწყო ადგილობრივების ნაწილმა სათბობა შეშა უკვე შეიძინა. ქალაქში გასაყიდის შეშლის დატვირთული მანქანები რამდენიმე კვირის წინ უკვე გამოჩნდა, მაგრამ თელაველების თქმით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მისი შეძენა მეტად რთულია. თელავის მუნიციპალიტეტში 100-მდე ტყეკაფის ადგილია გამოყოფილი. იმისათვის რომ მოსახლეობამ ხის მოჭრა შეძლოს, ლიბერტი ბანკიდან სპეციალური ბილეთი უნდა იყოს. წელს მუნიციპალიტეტში 14 სარეინჟერო სამსახური მუშაობს. აღნიშნული სამსახურები მოსახლეობის მიერ სათანადო საბუთის წარდგენის შემდეგ იმ ადგილს მიუთითებენ, სადაც შეშა უნდა მოიჭრას. მე არ შემიძენია, იმიტომ რომ არა მაქვს საშუალება. ზოგს მოუტანეს, დაეხმარნენ აგეს ფიჭვები, ნაძვები რომ დაიჭრა და ეხლა მე სიმართლე ვთქვა, განცხადება არ დამიწერია. ვერ მოვიტანდი. არ მქონდა საშუალება. განცხადება დავწერე და გამგეობიდან დამეხმარნენ. აბა როგორ მოვიღე ტყეში წაველი, ბილეთი ავიღე ტყეში წაველი, გამოიტანე ცხენჩესა და მოიტანე სახში. 12 ლარი ბილეთი. არ მომიტანია. იმიტომ არ მომიტანია რომ მე ინვალიდი ვარ, უკვე და აღარ შემიძლია აზილო. ამიტომ უნდა დავრჩე ჰაერზე.